მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველოდება. მოსაყდრე შიოს ქადაგება პატრიარქის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. სამების ტაძარში სამზადისია, ეზოში ამონტაჟებენ ჯებირებს და აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს. დღეს იქ სინოდის ზოგიერთი წევრიც მივიდა. ისინი ამბობენ, რომ ხვალ ისტორიული დღეა, არჩევნებში არავინ ერევა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ. მშობლებს, რომლებიც შვილებისთვის წამალს ითხოვენ, დღეს კანცელარიასთან დასაკეცის კამებიც არ შეადადიეს. მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკვე 20 ღამე გაათენეს, თუმცა კობახიძეს ხმა მაინც ვერ მიაწვდიდეს. დღეს 6 საათზე რუსთაველის მეტროდან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის მარშია დაგეგმილი. ირანის საელჩო საქართველოში ჰიტლერსა და ფაშიზმს, ამერიკასა და ისრაელს ატარებს. 9 მაისთან დაკავშირებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ჰიტლერისთვის დროული წინააღმდეგობის გაწევა მილიონობით ადამიანს გადაარჩენდა, ისე დღეს ამერიკისა და ისრაელის აგრესიის შეკავება მსოფლიოს კატასტროფის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. თუ კიმ ჩენ ინს მოკლავენ, ჩრდილოეთ კორეა ავტომატურად განახორციელებს ბირთვულ დარტყმას. სამხრეთ კორეული დაზვერვის ინფორმაციით ფხენიანმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა. თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა განადგურდება ან კონტროლს დაკარგავს სამხედრო ძალებზე, ბირთვული იარაღის გაშვებას ცალკე ბრძანება აღარ დასჭირდება. გავრცელებული მოსაზრებით, ეს ცვლილება ირანის ლიდერის აიათულა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ მიიღეს.